2025 წლის 8 თვეში თბილისი პარკინგის მიერ არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 9.412.418 ლარი შევიდა. წინა წლის იანვარ-აგვისტოში კი 11.826.042 ლარი. სპეციალისტების შეფასებით ეს არის თბილისელი მძღოლების მიზანმიმართული ტერორი და ძარცვა, რაშიც City Park-ი წარმატებით ჩაანაცვლა თბილისის მერიამ, მას შემდეგ რაც ის 2018 წლის აპრილში ბაზრიდან გაიყვანა. ლეგიტიმური კრიტიკის საგანი იყო კომპანია City Park-ის პოლიტიკა, მაშინ ჯარიმების ოდენობა იყო 10 ლარი და თითქმის ყოველდღიურად უწევდნენ ადამიანებს ამ ჯარიმებს არასწორი პარკირებისთვის, დღეს ეს გახდა 50 ლარი და ფაქტობრივად პოლიტიკა არ შეცვლილა. ეხაც ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ტრანსპორტო კომპანია წერს ამ ჯარიმებს. ანუ არ ქმნის ახალ პარკირების ადგილებს, ანუ ზღუდავს მაქსიმალურად და ზრდის ჯარიმას. ეს არის პირდაპირი ხარკი და ტერორი ავტომობილებისთვის. 2019 წლიდან დედაქალაქში ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა, რითაც თბილისის მთავრობა სხვადასხვა ლოკაციებზე სატრანსპორტო ნაკადის შემცირებას გეგმავდა. ამ პოლიტიკამ ფაქტია რომ არ გაამართლა, იმიტომ რომ რაც წინ მივდივართ, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ავტომობილების რიცხვი, იმიტომ რომ ჩვენი დედაქალაქის გეოგრაფია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე მოქნილი ტრანსპორტი. მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი სურვილისა, არავის არ უნდა სასოფლში დგომა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფიზიკურად ეს არ ხერხდება და ამიტომ კერძო ტრანსპორტი მაინც იქნება უფრო ოთხონადი. თბილისის მერიამ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 2022 წლის შემოდგომიდან გაახუთმაგა. 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა სწორედ იმ მოტივით, რომ თანხას კომფორტული საპარკინგო სივრცეების მოსაწყობად მიმართავდა. თუმცა ისევე როგორც სხვა დაპირებები, ესეც დღემდე ვერ ან განგება არ შესრულდა. თუ City Park-ი ხალხს არ მოსუნდა, იმიტომ რომ ზოლებს ხაზავდა გზაზე და ამაში ფულს იღებდა და მეტი არაფერს არ აკეთებდა. დღევანდელი მერის პოლიტიკა კიდევ უარესია, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ თუნდაც იგივე ზოლები დახაზონ, ფაქტობრივად ებრძვიან ზოლებს, რომ ამცირებენ საპარკინგო ადგილებს, გაიზარდა ჯარიმები, ანუ ნაკლები ზოლია დახაზული და უფრო მეტია ჯარიმა. ევაკუატორით გადაყავთ მანქანები, მერიას არ უნდა რომ მანქანით გადაადგილება რიგითი მოქალაქისთვის იყოს კომფორტული, რომ გააწვალოს და მერე ის გადაждდეს ავტობუსზე ან მეტროზე. და შედეგად ქალაქი განთავისუფლდება იმ ხალხისთვის, ვისაც ზოლი ყავს, ვისაც საშვი აქვს და ისინი საცობებს გადაშეივლიან. მთელი პოლიტიკა აქამდე დადის. თუ City Park-ის ჯარიმების გადასახადიდან მერის ანგარიშზე 60% ირიცხებოდა, ახლა ჯარიმის სრული ოდენობაა მათ განკარგულებაში. ამიტომაცაა, რომ მაგალითად City Park-ის ოპერირების ბოლო წელს 2017-ში 10 ლარიანი ჯარიმებით მერიამ 8.800.000 ლარამდე შემოსავალი მიიღო. წელს კი მხოლოდ 8 თვეში 50 ლარიანი ჯარიმის მოქმედების პირობებში 9.212.000 ლარი შემოსავალი აქვს მიღებული. სწორედ ამ ციფრებზე დაყრდნობით სპეციალისტები ამბობენ, რომ საპარკინგო ჯარიმები დედაქალაქის მერიისთვის შემოსავლის სუყელ უკმაა, რასაც ასე ადვილად ვერ შეელევიან. სწორი პოლიტიკა ამ შემთხვევაში იქნებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი პარკინგი შენდებოდეს, რომ ადამიანმა მაგალითად ბევრი დრო არ დახარჯოს, წრეები არ არტყას, სადაც საპარკინგო ადგილს იპოვის. რაც შეიძლება მეტი ხიდი აშენდეს, ესტაკადები აშენდეს, ანუ განეტვირთოს ის საკვანძო ადგილები, სადაც საცობები ჩნდება და სადაც რის გამოც ქალაქი იჭედება ხოლმე. ავიღოთ მაგალითი წარმატებული ქვეყნებისგან, თქვენ ვერ ნახავთ ვერც წარმატებული ქვეყანა, სადაც არ არის მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგო სივრცეები. შეიძლება ძვირი იყოს, არის ქვეყნები, სადაც ძალიან ძვირია ქალაქის ცენტრში, მით უმეტეს, მაგრამ საპარკინგო სივრცეს ყოველთვის იპოვით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თვითონ მერიამ უნდა შექმნას, ანუ საპარკინგო სივრცეები გააჩინოს იმ ადგილებზე, სადაც კორპუსების აშენებები და რაღაცები ხდება, მაგის ნაცვლად რაღაცა რიგ უბნებში, რიგ წერტილებზე უნდა გაკეთდეს საპარკინგო სივრცეები. თუ 2017 წელს City Park-ის გაშვების წელს იყო 32.000, დღეს 2024 წლის მონაცემებით არის 28.000. ანუ ნაცვლად იმისა, რომ გაზრდილიყო პარკირების რაოდენობა, აშენებული იყო მიწისქვეშა პარკინგები, შექმნილი იყო დამატებითი ინფრასტრუქტურა, შემცირდა 4.000-ით. ან უფრო მეტად კრიტიკული გახდა მდგომარეობა ქალაქში, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული არა მარტო პარკირების პრობლემასთან, არამედ საცობებთან, მოძრაობის არასწორ ორგანიზებასთან და ბევრ სხვა პრობლემასთან. 2024 წლის მონაცემებით თბილის სატრანსპორტო საშუალებების პარკირების 27.614 ადგილი აქვს, რომელთაგან 12.837 ადგილი ზონალურ საათობრივია.